ის ვინც არასწორად მოიქცა ფერმერების მიწები შეიტანა სატყეო დეპარტამენტის საკუთრებაში ის მარტო ამ ფერმერების მტერი არ არის ის ამავე დროს ამ მთავრობის მტერია რომელსაც შეთანხმების გარეშე გააკეთეს პროცესი და ცდილობენ რომ აუჯანყონ ხალხი ხელისუფლებას. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ქართული ოცნება არაფერ კავშირში არის ამ პროცესთან? ქართული ოცნება ჯერავს რომ არავითარ ამ მარტო კერძო მიწების მიტაცებაში სატყეოს მხრიდან არ ესვადგინება. სხვა შემთხვევაში ქართული ოცნების მთავრობა ახორციელებს ამ პროექტს მიწების რეგისტრაციის პროექტს ბატონო რას ამბობთ? კი ბატონო გეთანხმები ახორციელებს მაგრამ მთავრობამ ეს შეგნებულად რომ გააკეთოს მე ვერ დავიჯერებ. ეს ვინ აკეთებს ამას ბატონო? მთავრობის პროექტი არის რომლის თანახმადაც მიწების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისტორია ეს მიდის უფასო სისტემური სპორადული აზომვები და ამას გეთანხმებით. მაგრამ ეს გაკეთებული არის 2016 წელს გარკვეული ძალის მიერ 2016 წელს ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში. იყო და ქართული ოცნებაში მტრები აყავს ქართულ ოცნებას თუ როგორ ლაპარაკობ? ვინ არის მტერი? მაშინ ქართულ ოცნებაში ვინც თქვენ წინააღმდეგ არის? ვინც თქვენ წინააღმდეგ არის? მოიკითხონ ის ვინც ეს ტერიტორიები გაუფორმა სახელმწიფოს ხალხთან ფერმერებთან შეთანხმების გარეშე. და გითხარით ვინ არის ის მტერი ვინც მოსახლეობას ებრძვის და თქვენივე თქმით ქართულ ოცნებას ცუდ საქმეს უკეთებს? ჩემო ძვირფასება სწორად გამიგეთ. არა, მაყურებელს აინტერესებს ახლა თქვენ ამბობთ რომ მტრებიო გვებრძვიანო და ქართულ ოცნებასო ცუდ საქმეს უკეთებს ამითო. არა, მომეცემე სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვ. ის ვინც კომისიური წესით თვითონ დაждდენ მაგიდასთან და ეს გადაწყვიტეს ხელაღებით კოსმოსიდან გადაღებული სურათებით რომ ეს დაადგინეს ესე იგი მათ რომ შეესწავლათ ეს საკითხი და მისულიყვენ კომისიური წესით და ფერმერებთან გასაუბრება ქონოდათ მაშინ სახლებს არ შეიტანდნენ სატყეო დეპარტამენტის საკუთრებაში და იმ ტერიტორიებში სადაც ხალხი ცხოვრობს და გაშენებული აქვს ბაღები აი ისინი არიან ზუსტად მტრები რომლებმაც ფერმერებს აართვეს მიწა არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება ეს დაადგინოს მთავრობამ თვითონ. ეს კომისია ხომ თვითნებურად არ შეიქმნებოდა შექმნა მთავრობამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შესაბამისმა უწყებამ ეს კომისია ჩამოაყალიბა და მიწების რეგისტრაცია მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში და თქვენ მაინც ფიქრობთ რომ ქართულ ოცნებასთან კავშირი არ აქვს ამ კომისიას? კავშირი აქვს იმ გამგებაში რომ დღეს ხელისუფლება ოცნებაა მაგრამ ის ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიც მაღალ თანამდებობის შინოსანია ზოგიერთები არ დაიჭერეს, დაიჭირეს, იმიტომ ვერ იმუშავებს, ან არ იმუშავებს, ან დააშავებს. აი ასეთი პროცესები შეიძლება იყო და ამიტომ გამეორდა ეს ასეთი საკითხი. ეს საკითხი სერიოზული საკითხი, პრობლემატური საკითხი და უნდა შეისწავლონ ასევე კომისიური წესით. პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს ამ პროცესზე, თქვენ როგორ ფიქრობთ? პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება სატყეო დეპარტამენტს. რომელმაც ხელაღრებით ეს მიწები ფერმერებს აართვა და მის საკუთრებაში შეიტანა და მთავრობაში გააკეთა განაცხადი რომ ეს ტერიტორიები არის თავისუფალი და სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიები გაიზრდებაო. ან თქვენ ფიქრობთ რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობა შეიყვანა შეცდომაში ამის თქმად? ამას ფიქრობ მე, იმიტომ რომ სხვანაირად ეს საქმე არ გაკეთდებოდა. და თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს მთავრობამდე თქვენი ხმა არ არის მისული და არ იცის? ნამდვილად არ არის. რომ მისულიყო ეს არ მოხდებოდა.